კინაღამ გამომრჩა. კინაღამ. სიკვდილსაც დავიწყები ხარ ბიჭო. 28 ნოემბერს შესრულდა 1 წელი, რაც კობახიძემ საჯაროდ გამოაცხადა უარი ევროინტეგრაციაზე. წინა საღამოს კი მთლად მისმა ხაზეინმა შედარებით პატარა ღონისძიებაზე დაუხეთქა გული ამდენ გულანთებულ მამულიშვილს, რაღაცის იმედი რომ ჰქონდათ. არც შენ და არც შენ პრეზიდენტად მიხეილ ყს ვნიშნავო. აი, 1 წლის შემდეგაც იმავეს გეუბნები ბორის გრიგორიჩი, საღოლ. მაგრად შეუსრულე კობახიძესაც, ღარიბაშვილსაც, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ არ იყო კორუმპირებული და გამყიდველი, კალაძესაც, რომელიც არც დღეს არის კორუმპირებული, თუმცა ხვალ უკვე ვიცით. და რაც მთავარია, შეუსრულე იმ გამპრავებლებს, ანუსებს რომ იხევენ შენი მაღალი ხელფასებისთვის. ამოხდნენ ტიპები სტუდიებიდან და სოციალური ქსელებიდან. ვერ გაიგეს როგორ და რისთვის უნდა შეექოთ შენი არჩევანი და რა ნიშნით ეთქვათ მიხეილ ყ-ზე რომ საუკეთესო კანდიდატია. მოკლედ საღოლ. იმიტომ რომ ყველა შალვა, ყველა გოგა, ყველა ბაჩო, ყველა მაგდა, ყველა ვასიკო კიდეც ამოხდა და კიდეც გაერღვა. არის ამდენ და მაგათი აჯობებდა. მაგრამ მაინც მთელი წელი გავიდა და რიგით ხოც დღემდე ვერ გაუგია. სად მოძებნა ამ კაცმა ეს მართლა ყ? არა და ამოხსნა უმარტივესია. თუ კი ორჯერ მოგისმენია ბორია რუსისთვის და უყურებ რა ხდება მისი უახლოესი ხალხის გარშემო ახლა. არანაირი დაძაბვა არ უნდა მიხვედროს რომ მიხეილ ყ-ს შერჩევას ორი მიზეზი ჰქონდა. პირველი მიზეზი არის მისი IQ. ზუსტად ისი რომ არანაირ შეთქმულებას არ მოგიწყობს და შენს წინააღმდეგ არ შეეკვრება არავის, არც შიგნით და არც გარეთ. იმიტომ რომ არც ტვინი ეყოფა მაგის და არც უცხო ენა იცის რომ დიპ სტეიტის აგენტობას ეყოს. მეორე და მგონი უმთავრესი მიზეზი კი არის გამდიდრებული და გადიდკაცებული ბოგანოს ცნობიერსა თუ ქვეცნობიერში ჩამჯდარი ბოგმა და შურისძიების სურვილი. აი თუ მინდა ყ-ს დაგასვამ თავზე, თუ მინდა პინგვინს და ყველაფერს მდუმარედ აიტანტო. კი, ყ-ს ღირსებიც ვართ და უარესიც ვართ. თუ აი ამას ვიტანთ.